დღევანდელ ბრიფინგზე მინდა მოუწოდო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, ვინც იბრძვის ამ ქვეყნის თავისუფლებისთვის, მონაწილეობს შეკრება მანიფესტაციებში და დემონსტრაციებში, რომ არ გადაიხადოთ პატრულის ჯარიმები გაასაჩივრეთ. გაასაჩივრეთ არა იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს შინაგან საქმეთა სამინისტროში ან სასამართლოში რაიმე სამართლიანობის მიღწევის იმედი ან მათ ლეგიტიმურობას ვაღიარებთ. გაასაჩივრეთ იმიტომ, რომ არსებობს სისტემაში ბზარი, სისუსტე, რომელიც ჩვენ უნდა გამოვიყენოთ. როგორც იცით, 1 თებერვალს ვაჟა სირაძემ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა შესაბამისი პატაკით მიმართა გომელაურს, სადაც ის მიუთითებდა პრობლემაზე, რომ მათ უჭირთ უკვე ამდენ ჯარიმაზე სამართლებრივი რეაგირება და ამის შემდეგ მყისიერად უკვე 3 რიცხვში დაინიცირდა შესაბამისი ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში, ხოლო 7 რიცხვში შევიდა ძალაში. ეს ცვლილებები ძირითადად ეხება გზის გადაკეტვის პროცესს, ეხება ნიღბის ტარების უფლებას, შეკრება დემონსტრაციების მიმდინარეობისას და ასევე ეხება პიროტექნიკის გამოყენებას. არ გადაიხადოთ ეს პატრულის ჯარიმები, გაასაჩივრეთ ეს ჯარიმები, იმიტომ რომ ერთი გადახდა ეს გასაჩივრება აჩერებს გადახდის პროცესს, ანუ თქვენ არ მოგიწევთ გასაჩივრების პერიოდში ჯარიმის გადახდა, რომელიც არის უკანონო. მეორე, ჩვენ ვაპირებთ, რომ დავტვირთოთ სისტემა მაქსიმალურად. ეს პატაკი და ზოგადად მათი ეს ცვლილებები ადმინისტრაციულ კანონმდებლობაში მიუთითებს, რომ ადამიანების შესაშინებლად მოფიქრებული ჯარიმები გახდა პრობლემა თავად რეპრესიული სისტემისთვის. ამიტომ ჩვენ უნდა დავტვირთოთ მაქსიმალურად რეპრესიული რეჟიმი, ჩვენ უნდა დავტვირთოთ შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჩვენ უნდა დავტვირთოთ სასამართლო. შეგახსენებთ, რომ სულ არის 6 მოსამართლე, რომელიც განიხილავს ამ უკანონო ჯარიმებს. ჩვენ უნდა რაც შეიძლება მეტი საჩივარი შევიტანოთ, ჩვენ უნდა მაქსიმალურად გამოვიყენოთ ეს ბზარი, რომელიც შეიქმნა რეპრესიულ სისტემაში. გასაჩივრებით თქვენ ასევე დაიცავთ სხვა ადამიანებს, იმიტომ რომ რაც უფრო ნაკლები დრო, რაც უფრო ნაკლები რესურსი ექნება რეპრესიულ სისტემას, რომ განიხილოს ჩვენი ჯარიმები, მით ნაკლები დრო და რესურსი დარჩება სხვა ადამიანების დასაჯარიმებლად, ამიტომ ეს გასაჩივრების პროცესი ასევე გახდება სხვა ადამიანების დაცვის მექანიზმი. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს ეგრეთ წოდებული უკანონო ჯარიმები, რომელიც მოიფიქრა შინაგან საქმეთა სამინისტრომ და რეპრესიულმა სისტემამ, არის ერთი მხრივ უკანონო, მაგრამ მეორე მხრივ მათ ჰქონდათ იმედი, რომ ამ ყველაფრით შეაშინებდნენ ადამიანებს, ამ ყველაფრით შეაჩერებდნენ პროცესს, სინამდვილეში ყველაფერი მოტრიალდა აბსოლუტურად საპირისპიროდ. ეს ჯარიმები გახდა პრობლემა მათთვის, ისინი ვერ ერევიან ამ რაოდენობით სამართალწარმოებას, ამიტომ კიდე ერთხელ ყველას მოგიწოდებთ, რომ ქუჩის გადაკეტვასთან დაკავშირებით, ასევე სხვა ნებისმიერი უკანონო ადმინისტრაციული ჯარიმა არ გადაიხადოთ მყისიერად, გაასაჩივრეთ, რითიც დაეხმარებით სხვებს და რითიც გავზდით ამ ბზარს, რომელიც არის რეპრესიულ სისტემაში. ჩვენმა კოალიციამ, როგორც პარტია დროას იურიდიული ჯგუფის ხელმძღვანელმა ქეთი ბარბაკაძემ, ასევე კოალიციის ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა მარიკა არევაძემ მოამზადეს იურიდიული უზრუნველყოფა ამ ყველაფრისთვის. ჩვენ დაგეხმარებით შესაბამისი იურიდიული დოკუმენტაციით, ეხლა მარიკას ვთხოვ, რომ გაგვაცნოს ეს იურიდიული ნაწილი ამ ყველაფრის. მოგესალმებით. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სისტემას უჭირს და სისტემა გაჭედილია და ამაზე უთითებს თუნდაც ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები, რომლის შესაბამისათაც ეგრეთ წოდებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიენიჭა უფლება, რომ ადგილზე სასამართლოს გარეშე მოახდინოს ხალხის დაჯარიმება. ამ კანონის გამოყენებით ნაცვლად იმისა, რომ სასამართლო განიტვირთოს, ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო მოქალაქეებს შეუძლიათ კიდევ უფრო მეტად გაჭედონ სისტემა და როგორ არის ეს შესაძლებელი. ადამიანის უფლებათა ოფისი, კოალიცია ცვლილების ადამიანის უფლებათა ოფისი მთელი ამ პროცესის განმავლობაში მუდმივად არის ჩართული, ადამიანის უფლებების მონიტორინგს ახორციელებს, ამზადებს შესაბამის ანგარიშებს და აგზავნის საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრების გვერდით არის მუდმივად და უზრუნველყოფს მათ კომუნიკაციას საერთაშორისო და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ოფისს კოალიცია ცვლილების სხვა პროდასავლურ 3 ოპოზიციურ ძალასთან ერთად აქვს შექმნილი ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები მოგმართავენ და ამ დრომდე ჩვენ უკვე გაწეული გვაქვს 100-მდე მეტი მოქალაქისთვის შესაბამისი დახმარება და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ამ ეტაპზე ადამიანის უფლებათა ოფისი სთავაზობს მოქალაქეებს მარტივ ფორმას, ადმინისტრაციული საჩივრის ძალიან მარტივ ფორმას, რომლის შევსებაც დამოუკიდებლად ადვოკატის ყოლის გარეშე შეუძლიათ მათ და ასე ვთქვათ მოახდინონ ამ საჩივრების გასაჩივრება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს ფორმა განთავსდება ჩვენს გვერდზე, სოციალურ ქსელებში და ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ მოქალაქეს დაუდგეთ გვერდით, მოგუმართეთ, იცოდეთ, რომ ერთად ყველაფერი შესაძლებელია, ერთად სისტემა აუცილებლად გატყდება.